ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზიკუჭავა, ჩემი სტუმარი არის ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკაში სკოლაში, სულხან ცინცაძის 73 ნომერში, ქალაქ თბილისში. ეს გახლავართ ყოფილი საბურთალოს ქუჩა, იმისათვის რომ ჩვენთან კონსულტაციაზე მივხვდეთ ექიმთან, შეგახსენებთ რომ აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, კლინიკის ტელეფონის ნომრებია 596 34 50 50 593 30 30 დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის ძალიან ისეთი საინტერესო, მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საქართველოში განებრივებულები არ ვართ ექიმები ესეთი რაღაცა მნიშვნელოვანი სიახლეებით, როგორც დღეს უნდა მოგიყვეთ, სულ რამდენიმე დღის წინ ფარმაცევტულ კომპანია ორმიდოსთან ერთად გაიმართა ძალიან სასიამოვნო ესეთი გვალი მაგიკის ტიპის შეხვედრა, რომელზეც ჩვენი კლინიკა ხვდებოდა სხვა ექიმებს, ძირითადად ოჯახის ექიმებს და ჩვენი საუბრის თემა იყო, რა თქმა უნდა, ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი პრობლემა, ესეთი დიდი მასშტაბის პრობლემა გასტროენტეროლოგიაში, რასაც ქვია სახელად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ძალიან სასიამოვნო იყო ასეთი გაზიარება, გითხარით კიდევ ერთხელ, რომ გვალი მაგიკის რეჟიმში მიდიოდა, ჩვენთან ერთად ასევე იმყოფებოდა რამდენიმე ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა, ასევე იმყოფებოდა რამდენიმე გასტროენტეროლოგი, რაც განსაკუთრებით სასიამოვნო იყო. და შეხვედრის შედეგად გამოიყო ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი ის, რომ ძალიან დიდია ქართული სამედიცინო საზოგადოების სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები გაიმართოს რაც შეიძლება ხშირად. იმიტომ რომ ასეთ შეხვედრებზე ექიმები ახდენენ ერთმანეთთან საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების, ცოდნის გაზიარებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს შეხვედრაზე ბატონი ზაქარია საუბრობდა ამ დაავადებაზე, ეს იყო უფრო ამ სინდრომზე, ეს იყო უფრო ცნობადობის გაზრდის მომენტი, ჩვენი კლინიკის რაღაცა შემთხვევების გაცნობის და რაც მთავარია, ჩვენი ძალიან მოკრძალებული ნაშრომის, ჩვენი კლინიკის პირველი ნაშრომის, ჩვენი მოკლე პატარა გზამკვლევის, რომელიც ისეთი ხელის წიგნებითაა, სამაგიდო წიგნი ალბათ და მე იმედი მაქვს, რომ ის თანაბრაზომიერად მოეწონებათ როგორც სხვა პროფილის ექიმებს, ასევე პაციენტებს. ეს წიგნი მინდა განახოთ კიდევ ერთხელ, ეს არის გზამკვლევი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შესახებ და სწორედ ამ წიგნზეც ვისაუბრეთ, გავაცანით ჩვენს მეგობრებს, დაურიგეთ საჩუქრად და თხოვეთ, რომ მათი სურვილები, რეკომენდაციები, რჩევები შემოეთავაზებინათ, იმიტომ რომ ჩვენი კლინიკა უკვე სხვა თემაზე იწყებს მუშაობას, არანაკლებ მნიშვნელოვანზე და ბატონმა ზაქარიამ ესეც დაანონსა სხვათა შორის და დაანონსა კიდევ უფრო საინტერესო რამე, სხვადასხვა სპეციალისტებს შესთავაზა თანამონაწილეობა, რომ შევქმნათ პირველი უალტერნატივო, ასე ვთქვათ, ქართული სამეცნიერო ნაშრომების ცდილობა მაინც, ხო, ბატონო ზაქარია, იმიტომ რომ მოახსენა, რომ მართლა დეფიციტია, ქართულ ენაზე არსებული წიგნები ან ძალიან ძველია, ან ძვირად ღირებულია და თან სამედიცინო ლიტერატურა ყოველთვის მოითხოვს განახლებას მუდმივ რეჟიმში, აი ხა ჩვენი წიგნი ცოტა ხნის წინ გამოვიდა და შეიძლება კიდევ უფრო რაღაცა ბევრი დაგვემატებინა. აქედან გამომდინარე ეს კოლაბორაცია ძალიან საინტერესო იქნება და ბევრი სურვილი და რა ვიცი, ბევრი მადლიერი სიტყვა მოვისმინეთ მათი. კი ბატონო. ბატონ ზაქარია, თქვენც თუ მოგვითხრობდით, ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ შეხვედრის შესახებ პირველ რიგში. მადლობა. დიდი მადლობა. ხალბატონ ლიზი, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებლებს, დიდი მადლობა ჩვენს კოლეგებს. იმიტომ რომ ეს მართალია მოგწალებული ესეთი ტანთხელი წიგნია, მაგრამ ბევრ ამას მოიცავს შიგნით და ხალბატონმა ლიზი, ჩვენ თანაავტორები ვართ ამ წიგნის, პრაქტიკულად ძალიან დიდი შრომატევადი სამუშაო გასწია. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს წიგნი აკმაყოფილებს დღეს ეგრეთ წოდებულ სახელმძღვანელოს ტიპს. და ვფიქრობთ, რომ გავაგრძელოთ ჩვენ მუშაობა არა მარტო გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ირგვლივ ცნობადობის გაზრდის მიმართულებით, არამედ სხვა გასტროენტეროლოგიური დიაგნოზების, სხვა გასტროენტეროლოგიური ნოზოლოგიების მიმართულებით. მართლაც ესე იყო, დავაანონსეთ უკვე წინასწარ და მე ვფიქრობ, ამასაც მალე გავართმევთ თავს და საკმაოდ ღირსეულად გვინდა გამოუშვათ გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების შესახებ ასეთივე გზამკვლევი,
რომელიც ასევე ყოველწლიურად თითო ასეთი მგზავრკვლევი იქნება თითო საჩუქარი ჩვენ სამედიცინო საზოგადოებისთვის და საბოლოო ჯამში იდეა მდგომარეობაში იმაში, რომ ეს თითოეულ ნოზოლოგიაზე, როდესაც ესეთი წიგნები გამოიცემა, მე ერთიანად შეიძლება ამის აკინძვა, გადამუშავება კიდე ახალი დამატებების შეტანა და უკვე როგორც გასტროენტეროლოგიის სახელმძღვანელო შეიძლება გამოგვივიდეს და ვფიქრობ, რომ გამოგვივა. თქვენ ძალიან კარგი ფრაზა ვთქვით იმ დროს ბატონო ზაქარია, ჩვენ ცადეთო პირველი აგური დაგვიდო და დანარჩენები თქვენს და კი ბატონო. ძალიან საინტერესო ლამაზი კი ბატონო, ჯგუფი შეიძლება რომ შევქმნათ და უფრო მეტმა ადამიანებმა. რა თქმა უნდა ეს წიგნი კი გამოვეცით ჩვენ, მაგრამ ამ წიგნის რო გაეცნობიან ჩვენი კოლეგები, რა თქმა უნდა ექნებათ მასზე შეიძლება შენიშვნების კონდეს, შეიძლება დამატებები, შეიძლება ვკითხოთ, კი ბატონო, ეს რატომ არ შეიტანეთ, შეიძლება რაღაც გამოგჩა და აი ესეთ ერთობლივ რეჟიმში პროფესიონალმა ექიმებმა ალბათ ციგზე ესე უნდა იმუშაონ, რომელიც მერე სახელმძღვანელოდ გამოადგება ჩვენს მოვალთაობას, ჩვენს ექიმებს. და ალბათ ესეც იყო მიზეზი, ხომ? განჯის საგნად გვიქცია ბატონო ზაქარია. კი, გასტროენტეროლოგია არის ერთ-ერთი უდიდესი მასალა საერთოდ თერაპიის. უდიდესი დარგია ეს თერაპიის ერთ-ერთი, რომელიც მარტო კუჭნაწლავის სისტემის ორგანოებს არ მოიცავს. კუჭნაწლავის სისტემა რომ მუშაობდეს, იქ ენდოკრინოლოგიაში უნდა ერკვეოდეს ექიმი რომ ახსნას ეს ზოგიერთ უნდა ერკვეოდეს ნევროლოგიაში და ეს არის ძალიან შრომატევადი მე ვფიქრობ რომ დათითოვება ესე ცალ-ცალკე გასტროენტეროლოგიის, ნევროლოგიის და ეს მაინც არ იყოს სწორი თავის დროზე ეს უნდა იყოფილიყო. არ შეიძლება, ხო, ცალკეულ დაავადებებს ვერ უმკურნალებს. ცალკეულ დაავადებებს შეიძლება სიმპტომურად უმკურნალო მხოლოდ გამიგე. თუ არ იქნება მთლიანად თერაპია გაცნობიერებული ექიმის მიერ, ძალიან რთულია გეზსაღება და არ შეიძლება და არსებობდა ეს იყო მე-20 საუკუნის მონაპოვარი, როცა კომპეტენციები განისაზღვრა და დაგუცმაცდა ძალიან. ხო, ну, იმიტომ რომ მასალა იმდანაც დიდი იყო უკვე თერაპიისთვის მხოლოდ მარტო შინაგანი ცნეულებები ესე ერქვა თერაპიას და გაიყო წიგნები იყო, მაგრამ ის წიგნებიც უკვე იმდანაც ხელტანიანი იყო, რომ ძალიან რთული იყო პროფესიონალურ დონეზე ამის სწავლა და მაინც მე გარკვეული მიმართულებით ვიქსაქსებოდით ხოლმე ყოველთვის თერაპევტები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს გასტროენტეროლოგი უნდა კარგად იცნობდეს ასე ნევროლოგიას, კარგად უნდა იცნობდეს თერაპიის სხვა დარგებს, ენდოკრინოლოგიას და ასე შემდეგ, რომ დიაგნოზებში ხანდახან არ აიბლანდოს. ამ ხრივ ყველაზე რთულად მაინც ოჯახის ექიმებს აქვს საქმე, იმიტომაც შევარჩიეთ აუდიტორია, ყველაზე პირველს უწევთ და ყველაზე გამოვდრეში შესვლა. ხო, ფაქტიურად პირველი რიგის ექიმები არიან ეს ოჯახის ექიმები, რომლებიც კარგად უნდა ლავირებდნენ აი ამ უღრან ტყეში და სწორედ აძლევდნენ რჩევადარიგებებს პაციენტებს რა მიმართულებით სპეციალისტთან გაუშვან კერძოდ ან რამდენიმესთან რატო უნდა გაუშვან შეად ყოფილა ხოლმე შემთხვევა რომ ოჯახის ექიმს დაურეგია ჩემთვის და უცია ნუ დაწყვეტის ოჯახის ექიმებმა იციან ხოლმე უფრო ხშირად ეს რატო დაუნიშნეთ ესა და ეს კვლავ დამჭირდა და იმიტომ.
იმიტომ რომ იჭირდება გამართლება თქვენ დანიშნულებას. ხო, იმიტომ რომ სადაზღვევები მინიმალურ სიტყვენ ყოველთვის და თუ სპეციალისტთან უშვებენ პაციენტს, ხო, მაშინ ეს კითხვები უკვე ზედმეტია. მის კომპეტენციას ცოტა აკმაყოფილებს. მე ზედმეტია და ოჯახის ექიმებს, განსაკუთრებით სადაზღვევოს ოჯახის ექიმებს, რომ აი ესე კონკრეტულად ეცოდინებათ ეს ყველაფერი. გასტროენტეროლოგმა, ნევროლოგთან რატო გადაამისამართა პაციენტი, უკვე კითხვა მას არ გაუჩნდება და თავისივე უფროსობას თვითონ ეტყვის, რომ ეს ესია. ფოტოშოპში შეხვედრისთვის აღნიშნეს ოჯახის ექიმებმა ძალიან ხშირად ვიჭრის გულის გასვლა გაავლება, იმიტომ რომ პაციენტი მოდის და ნევროლოგი უნიშნავს უფრო წინამორს და მე იტყვის, რომ აი ხანდა ლავის პრობლემაც არ პირიქით. მარტო კუთნაზლავიაზე აქ აქცენტი და საერთოდ უყურს ნევროლოგია რაშუაშია. ხო, მეც ვიჭრის ხოლმე პაციენტებთან საუბარი, რაღაცა მე კუჭი მტკივა და რაშუაშია ნევროპათოლოგი, ვიცი, მაგ ნევროზიძას. ლეგენდარული ბატონზაქარია თქვენ ახსნებდა პაციენტებთან ლექციას უტარებთ ფაქტიურად და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ უნდა ძალიან დაბალი. ექიმი უნდა ურთიერთობდეს პაციენტთან, კაცო, ეს ხო, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. მარტო ის ხო არ არის მშრალად ანამნეზის გამოვკითხოთ, რამდენიმე სიმპტომი შევეკითხოთ და ბატონი ზაქარია ცდილობს ხოლმე ცხოვრების წესით შეაცვლოს პაციენტებს, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ სტრესული ცხოვრება აქვს, ზოგი სიგარეტს ეწევა, ზოგი ყოველთვის აძლევს ხოლმე ამ ხილს რეკომენდაციებს, რომ და არ მხოლოდ დავუშვათ რაღაც კონკრეტულ. კი. და ფიქრობ ქალბატონ ლიზი, რომ ჩვენი ეს პირველი მცდელობა წარმატებით განვახორციელეთ და ეს საბაბს, საფუძველს და კიდევ დიდ ენთუზიაზმს გვანიჭებს, რომ კიდევ გავაგრძელოთ იგივე საქმე. სწორ გზაზე ვდგავართ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგახსენოთ კომპანია GM Pharma-ს, რომელიც დაგვეხმარა წიგნის დაბეჭდვაში, გამოცემაში და პრეზენტაციებში გვეხმარება ორნადო მედიცინას და ორნადო მედიცინას, რომელიც დაგვეხმარა, რომ მთლიანად ამ დაავადების ცნობადობა აგვეწია და ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ძალიან საინტერესო და კარგ სპეციალისტებთან ჩვენ მართლა ისეთი ასთა გაზიარების და ძალიან მშვიდი ამ წიგნის ხო მინდა კიდევ უთხრა ჩვენს მსმენელებს, რომ იყო გარკვეული რაღაც თითქოს წენასავით გასტროენტეროლოგებისგან, იმიტომ რომ ჩვენ პირველი პრეზენტაცია ჩავნიშნეთ ოჯახის ექიმებთან. ეს მოგვიწია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბატონ გასტროენტეროლოგებთან ჩვენ ამას ვაპირებთ, ხო, ვაპირებთ შეხვედრებს, ეს ამ წიგნის პრეზენტაცია ალბათ კიდევ ორჯერ მაინც ყველაზე მინიმუმ ჩატარდება. რომ იქ დარბაზი სადაც შედავას ვატარებთ, საკმაოდ პატარა დარბაზია და 20-25 კაციანი მრგვალი მაგიდა ჩავატარეთ და შემდეგ განსაზღვრულია რომ ალბათ უკვე შემოდგომით გავაკეთებ. მე ვფიქრობ სექტემბრის ბოლოსთვის გავაკეთოთ ერთი პრეზენტაცია კი. შემოდგომაზე უფრო მნიშვნელოვანია. და მაშინ მოვიწოთ აუცილებლად ყველა გასტროენტეროლოგს თუ კი საქართველოში და თან დავითვლით რამდენი ვართ. ჩვენ ცოტა უფრო დიდ სურვილიც გვაქვს, რომ ცოტა უფრო მასშტაბური რამაც გავაკეთოთ. ეს არის კონფერენცია პროფესიული, ბატონ ზაქარიას ძალიან უნდა რომ შეკრიბოს თავისი კოლეგები, მეგობრები და რა ვიცი, იქნება თქვენი სურვილი, ხა დღეს ვიცი რომ ამ გადაცემას მოусმენს ბევრი მათ შორის კლინიკები, ექიმები, ფარმაცევტული კომპანიები, არ ვიცი. ვისაც გექნება სურვილი საშუალება რომ დაგვეხმაროთ ამ დიდ საშვილიშვილო საქმეში მართლაც. იმიტომ რომ ჩვენი მომავალი თაობაც უნდა ხედავდეს ქართულ ენაზე დაწერილი ლიტერატურას, უნდა იცნობოდეს. მაგრამ მე მგონი ბატონი ზაქარიამ ძალიან კარგი ფაზმანობა გადაწყვიტა ამ მხრივ და ძალიან საინტერესო იქნება თუ მხარს დაუჭერთ ამაში. ჩემი დიდი სურვილიც იქნება და გვერდში რა თქმა უნდა და დიდად მადლობელი დავრჩები ყველას, ვინც მოგვეხმარა. კი ბატონო, მადლობა მინდა გადავხადო კიდევ ერთხელ ჩვენს მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს და ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც დაგვეხმარა ამ შესანიშნავი შეხვედრის ორგანიზებაში, ამ პატარა მოგრძალებული გზამკვლევის დაწერაში. მინდა ვისურვო, რომ ჩვენ შევძლოთ ბატონ ზაქარია განახორციელოთ ის სურვილი, რაც თქვენ გაქვთ, იმიტომ რომ ეს მართლა საშვილიშვილო საქმეა. და გავაკეთოთ ესეთი შეხვედრები ან მრგვალი რაუნდის ტიპის ან კონფერენცია, რომელზეც ჩვენ მაშინ საუბრობდით
იმიტომ რომ ეს მართლა წაადგება არა მარტო უფროს თაობას, ჩვენ თაობას, არამედ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მომავალ ექიმებს და პრეზიდენტებს, სტუდენტებს ძალიან ბევრი მომავალი ექიმი, ახალგაზრდა ექიმებისთვისაც ეს იქნება წამახალისებელი. მომავალი არა, ახალგაზრდა ექიმებისთვისაც, რომ მათაც იმუშაონ ქართული ლიტერატურის შექმნაზე, მათი სამეცნიერო მუშაობაც გასწიონ მათ თავთავიან დარგში, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჩვენ ლიტერატურის გარეშე. მართლა გძანდებთ ეს მართლა ძალიან ელემენტარული ტერმინოლოგიის პრობლემაც აქვს. რა თქმა უნდა. რაღაცები აღარ იქნება და ეს დისკომფორტ გვიქმნის. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და წარმატებებს გისურვებთ ბატონ ზაქარია თქვენს და ძალიან თეშულობას. წარმატებებს გისურვებთ ჩემო ლიზი და დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.